აი ადამიანებთან როცა შედიხარ დისკუსიაში, აი იცი რა, პარტიები არა, პარტიაში არ მინდა პოლიტიკა არ არის ჩემი საქმე. თქვენ კაი ხალხო რა, ჩვენ ხა მე ან ფაიკას, ან კახის, გიორგის, სხვას, ვინც ვართ აქ კონსერვატორებში, ჩვენ რა გვინდოდა, ესა პარტია გვინდოდა, ან პარტიის წევრობა გვინდოდა, ან საერთოდ პოლიტიკაში გარევა გვინდოდა ამ სიბინძურეში, რომ რა ჯოხიც გადატყდა ჩვენზე, რომ ყიდულმჭრელის როლი შევასრულეთ, რომ დღე-დაღამე ვიღაცა მაიმუნები გწერენ, რაღაც რუსეთუმეს გეძახიან, მოღალატეს გეძახიან და გითენდება მათთან პასუხის გაცემაში, ახსნაში, რომ შენ არ ახარ მოღალატე, შენ არ ახარ რუსეთუმე, შენ ითხოვ იმას, რომ კონდეს ქართულ ქრისტიანულ წესებზე მორგებული კანონები და ამისთვის იბრძვი, რომ ჩვენ თუ არა მომავალ თაობას მაინც კონდეს ნორმალური ცხოვრება და ჩვენ თუ ეს ვერ შევძელით, ჩვენი შვილები ამას ვერ მოახერხებენ და ვერანაირი ძალა არ ექნებათ მათ, რომ დაუპირისპირდნენ აი ეს ფაშიზმი რაც არის, რაც მომდინარეობს, რავი, თუნდაც რავი, ყველა კუთხიდან ყველა ჩვენ გვიტევს, ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან და რავი, დასავლეთიდანაც და ჩვენ თუ სწორად არ ვიმოქმედეთ, რავი, ვიღაცეები ეს მარტივად უყურებენ, რომ თურმე პარტია არ მინდა და პოლიტიკა არ მინდა. კაცო, საქმეს დაჭირდა და რავი, პარტია შევქმენით. საქმეს დაჭირდა და პარტია შევქმენით, თუ რაღაც ესე სამოქალაქო პოზიციიდან რო გვეყვირა, ასე ისე ვერაფერს ვერ შევქმნით. ეხა ვიღაცეები რო ეხა მაინც შევეხები რა, ახალ გაერთიანება შეიქმნა, ვიღაცები წერენ, რომ ქართველთა დიდი გაერთიანება და ეს პარტია არ არის. რა უნდა ქნას, კაცო, მაგ პარტიას გაერთიანება თუ რაც არის ტემურ გიორხელიძეს რო აქ შექმნილი და ეს ჭაბუკაშვილი რო არის, რა ვიცი, წინა არჩევნებზე რო, აი, ადამიანი წინა არჩევნებზე მონაწილეობდა, სტატუსი აქვს დაწერილი, ჩვენ გქონდა, ხო, აი, მეც მომივიდა რაღაც შელაპარაკება მაგ ადამიანთან დავით და შენც მოგივიდა შელაპარაკება და შევახსენე პირადში მივწერე, რომ აი სკრინები ჩაუგდე, რომ შენ არ იყავი 2021 წლის არჩევნებში სტატუსი აქვს დაწერილი, რომ ვინც არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას მოღალატეაო ეხლაო. და ეხლა 2024 წლის არჩევნებში საპირისპირო რამეს ამბობდა, რომ აი ვინც ახლა არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, ის სისტემის ნაწილიაო. ეხლა ესეთ ადამიანს როგორ უნდა გაერთიანდე ასეთ ადამიანთან და თურმე პარტია არა აქვთ და პარტიები არ აინტერესებენ. რას გააკეთებენ ესენი? ვის რას შეკრებენ კაცო? ეს ყველაფერი არის თავგზის ასარევად, რომ აი ზუსტად ამ ეროვნულ ძალებს გამოგლიჯონ მხარდამჭერები და თავგზა აუბრუნონ. მეტი არაფერი არ არის კაცო. ვერც ერთი ფაქტი ვერავინ ვერ დაგვიდო, რომ ჩვენ თურმე ვინმე გვაფინანსებდა, ჩვენ თურმე რაღაცებს ხლართავთ და რაღაცებს შვებით. რავი, პირველივე დღიდან ჩვენი ლიდერები რასაც საუბრობდნენ, რა მიმართულებითაც იყვნენ, ზუსტად იგივე მიმართულება აქვს დღეს. არაფერი არ შეცვლილა ჩვენ საქმიანობაში და ეს ხალხი კიდევ აქით გვაყენებს შეურაცხყოფას, ცილის წამება მოდის ჩვენზე და თურმე ჩვენ პასუხი არ უნდა გავუწევთ. და ზუსტადაც რავი, ჩვენ ცილის წამებაზე ისეთი პასუხი გვაქვს, რო არ დაესიზმრებათ. და ზუსტად ესე გვექნება ყოველთვის და არავის არ ეგონოს, რომ რაღაც ეს ენის მოჩლექით დაველაპარაკებით ვინმეს და ვიღაცეები რო ამბობენ, რომ რაღაც აგრესიულები ხართ და აგრესიული კი არა, კაცო, მოღალატეს რომ იწოდებ, ვიღაცის დაფინანსებულს რომ იწოდებ და ამას ვერ დაამტკიცებ, რა ვიცი, ეხლა არ ვიცი, პასუხს გაქცემ ისეც, რაც ქართულია რა, აგარტყამ ალიყოს, სულ მინიმუმ.